მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. დაგისვამთ კითხვას იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ნახა მთელმა საზოგადოებამ. იქამდე მინდა დავიწყოთ აი ბრიტანული გეგმის შესახებ. ის გზავნილები, განცხადებები, რომელიც მოდის ბრიტანეთიდან, დღეს ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრის განმარტება, რომ კვლავ განიხილავენ საპასუხო ნაბიჯებს და მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შესაბამისად და ასევე სტივენ დაუთის განმარტებაში გამოთქმული მოსაზრება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება. ამ საკითხზე გასულ პერიოდებშიც გვისაუბრია, მაგრამ ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა გარკვეული კულმინაციური ეტაპი რაღაც იყოს ახლოს, აი ამ პირების განცხადებებიდან გამომდინარე და რა არის რეალურად, რა შეიძლება იყოს ეს კულმინაცია? ვინც რეალურად განსაზღვრავს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის ქცევას, ჩემი აზრით, სრულიად მიზანმიმართულად სურს საბოლოო ჩაწყვეტა ურთიერთობების საქართველოს მთავარ პარტნიორებთან, ნამდვილ მოკავშირეებთან. ყველანაირი საუბარი სუვერენიტეტზე, მშვიდობაზე არის აბსოლუტურად მტკნარი წყვილი პირიქით. ამგვარი ქცევა სწორედ სუვერენიტეტს და საგარეო არჩევანს უთხრის ძირს. მე ამას წინათ მოვიყვანე მაგალითი ბელარუსისა, რომლის დიქტატორმა იმის გამო, რომ ეფექტურად ვეღარ გააყალბა არჩევნები, ძალით შეინარჩუნა ძალაუფლება ძალადობით და დაკარგა ყველანაირი ლეგიტიმაცია დასავლური ქვეყნების თვალში და აღმოჩნდა, რომ ამის შედეგად ის სრულიად დამოკიდებული გახდა რუსეთზე და დაკარგა იმ მანევრირების შესაძლებლობა, რომელიც მანამდე ჰქონდა და აძლევდა გარკვეულ ეკონომიკურ სიკეთეებს რუსეთსა და დასავლეთს შორის მანევრირებას გულისხმობ. დღეს საქართველოს ჩააყენეს, პოსტში აყენებენ მსგავს მდგომარეობაში, რომ ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ცივილიზებულ ქვეყნებთან საერთოდ არანაირი ურთიერთობა აღარ დაგვრჩეს, რაც ჩვენს ქვეყანას გახდის უკიდურესად დამოკიდებულს რუსეთის მანიპულაციებზე და არა ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ, არამედ ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ, რომლებმაც როგორც იქნა რუსული გავლენები თავიდან მოიშორეს და დღეს სწორედ აი ეს მომენტია ძალიან სახიფათო, რომ საქართველოს შეიძლება აი ამ მდგომარეობაში ჩაყენებული რუსეთმა გამოიყენოს სომხეთის და აზერბაიჯანის დასავლური ვექტორის საწინააღმდეგოდ ევროპის მიმართულებით სომხეთის შეტრიალების პროცესში და აზერბაიჯანის შემთხვევაში მისი კავშირისა თურქეთთან და საერთაშორისო ბაზრებთან საქართველოს გამოდის, რომ ხდება რუსეთის ერთადერთი დასაყრდენი. ანუ სანქციებს რაც შეეხება, ეს არის ხოლმე ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, მიზეზი რის გამოც ევროპელი პარტნიორები და გაერთიანებული სამეფო აქამდე პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ფეხს ითრევდნენ ყველა ეტაპზე, იყო ის, რომ ისინი დღემდე განიხილავდნენ საქართველოს პარტნიორად და იმის მიუხედავად თუ რა ქცევას ხედავენ რეჟიმის მხრიდან, ყოველთვის პრიორიტეტად ისახავდნენ ქართული ხალხის ინტერესებს და ცდილობდნენ, რომ ეს ინტერესები არ დაეზიანებინათ. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და არ ამგონია რამე შეიცვალოს, მთელი ეს შეგონებები, რომ დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდითო, მე მგონია, რომ არის ძალიან არასერიოზული და თუ მართლა გულისხმობენ ამას, ილუზიებს ეფუძნება ესეთი მოწოდებები, იმიტომ რომ ივანიშვილს ეს არჩევანი გაკეთებული აქვს. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის დე-ფაქტო მთავრობა იმისათვის, რომ ეს სანქციები მიიღოს. ასე რომ აი ჩვენ ვართ ახლა ვითარებაში, როდესაც გამოდის, რომ რეჟიმი ცდის დასავლელი პარტნიორების პრინციპულობას და ძალიან ხშირად ბევრ შემთხვევაში მათ უბრალოდ არ უტოვებს არჩევას. ასევე არის საზოგადოებაშიც დებატები მის თაობაზე და თუ რა ბედი ეწევა უვიზო მიმოსვლას და ამას წინათ ვნახე ქართული ოცნების პროპაგანდისტებისგან, რომ როგორ გაგვიბედეს, რომ გითხრეს, რომ პრივილეგია უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში. ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა აქვს მხოლოდ თავის ყველაზე ახლო მოკავშირეებთან, ეს პირველი, მეორე
ქვეყნებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ რისკს საიმიგრაციოს ან კრიმინალურს. საქართველოს ეს უვიზო მიმოსვლა 2017 წელს მიეცა როგორც წამახალისებელი ელემენტი საშუალება დემოკრატიული რეფორმების გასაგრძელებლად. და მაშინვე კარგად იყო ცნობილი, რომ საქართველო არ იყო მდიდარი ქვეყანა და რომ რისკი უკანონოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეების დარჩენისა არსებობდა. ეს მაინც გააკეთეს სწორედ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე. თუ დემოკრატია სრულად გაუქმდა საქართველოში, მაშინ როგორ უნდა აუხსნან ევროპელმა პოლიტიკოსებმა თავიანთ მოქალაქეებს, რომელსაც სულაც არ მოწონთ უკანონო მიგრანტები ან კრიმინალის ზრდა. თუ რატომ არსებობს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეები ხშირად არ ღვევენ კანონით გათვალისწინებულ დარჩენის ვადას, რომელიც ხშირად ხვდებიან კრიმინალურ ქრონიკებში და ასე შემდეგ. ჩვენ რომ დემოკრატია ვიყოთ და ჩვენ საზოგადოებას რომ გქონდეს ხმა, ჩვენ დაუსვამდით ასეთივე კითხვებს აი ამ de facto მთავრობას, რეჟიმს, რომელმაც კარი გაუღო, საქართველოს კარი გაუღო ავღანეთის, სომალის და უამრავი სხვა ისეთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა აქ ჩამოსვლა უვიზოდ წარმოადგენს რისკს სუმცირე დარჩენის უკანონოდ და უამრავი სხვა თვალსაზრისით. ანუ ბატონ გიორგი, თქვენთვის ეს საკითხი არ ტოვებს კითხვებს, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მთლიანად მიზანმიმართულ პროცესად აფასებთ ამას, ეხლა რასაც ჩვენ ვუყურებთ. ანუ ეს კომფორტის ზონა ივანიშვილისთვის იყოს იზოლაციაში, იყოს თავსებადი. ეხლა დღეს ვკითხულობდი ერთ-ერთ სტატიას თუ არ ვთქვი CNN-ზე, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საქართველოსშიო დემოკრატიის ნგრევის ფონზე რუსეთი, ჩინეთი და ირანი ახალ შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, აწყდებიან და ხედავენ და იხსნება მათთვის. აი არათავსებადი ევროპულ კანონმდებლობასთან, შესაბამის ნაბიჯებთან ეს კომფორტის ზონა ივანიშვილისთვის, ამიტომ არ უნდა დაისვას ზედმეტი კითხვა იმაზე, რა შეიძლება ვნახოთ ჩვენ შემდეგ პერიოდში. მე არ ვიცი, რამდენად კომფორტულია, მე დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოსწონს ივანიშვილს ის, რომ პირადად მას შეიძლება შეეხოს ფინანსური სანქციები, რომელიც აქამდე იყო უფრო რბილი და სიმბოლური, მათ შორის ამერიკული და პერსონალური. რადგან ისინი არ შეეხო მის კომპანიებს, არ შეეხო მის ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო ერთგვარი გამაფრთხილებელი სანქცია. რეალური სანქციები, მათ შორის განსაკუთრებით ხშირად და მწვავედ რეაგირებენ ხოლმე ბრიტანულზე, რომ ისინი მოიცავს ბევრ ისეთ სფეროს, რომელიც ივანიშვილს ბევრ უფრო მწვავედ შეეხება. დარწმუნებული რომ ეს მისთვის არაკომფორტულია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, აი როგორც ბელარუსმა დაკარგა უნარი ბალანსირების და საკუთარი ინტერესების დაცვის და აღმოჩნდა რუსეთის განკარგულებაში, დღეს ჩემი აზრით ზუსტად ასეთ პროცესს ვაკვირდებით, როდესაც რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო ხდება იზოლირებული დასავლეთისგან, საქართველო ხდება სანქციების ობიექტი და შეიძლება არა მხოლოდ მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ დემოკრატიის სრულ გაუქმებაზე საქართველოში, არამედ ჩვენც გადაგვახდეინონ ფასი. უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ვგულისხმობ და ეს არის დიახ მხოლოდ რუსეთის და შესაძლოა ჩინეთის და ირანის ინტერესში, პირველ რიგში რუსეთის. და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად კომფორტულია ეს ივანიშვილისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ მას არჩევანი აქვს უკვე დაკარგული ლუკაშენკოს მსგავსად, რომელმაც დადო ფსონი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ნებისმიერ ფასად და აქედან კი ბატონო, ანუ დაკარგული არჩევანი ცოტა ხმა გვიან მოდის ანიკარგება. ბატონ გიორგი, ანუ დაკარგული არჩევანი მისთვის უკვე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ამასაც ხშირად გვისაუბრია, იმიტომ რომ იქამდე ოცნება მოჩანდა მოწყვლადად, ხომ? აი ევროკანონმდებლობის თვალსაზრისით ბოლო-ბოლო მათი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა მუშაობა ამ თავსებადობაზე და ჰარმონიზაციაზე ევროპულ კანონმდებლობასთან. და ახლა მიუხედავად იმისა, რომ იცის ივანიშვილმა რა არის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა, მათ შორის მათი ამომრჩევლებისაც მიდის ამ ნაბიჯზე, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, მას არჩევანი უკვე აღარ აქვს. ეს არის ჩემი შთაბეჭდილება და მე მგონია, რომ არასდროს გულწრფელად ივანიშვილი არ ცდილობდა საქართველოს წაყვანას ევროპული კავშირის მიმართულებით, ეს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მის ინტერესს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ოლიგარქია და ევროპული დემოკრატიული სტანდარტები ერთმანეთთან ყოველთვის შეუთავსებელი იყო, უბრალოდ რაღაცა ხნის განმავლობაში ის ახდენდა იმიტაციას
რომ გრძელდება კურსი, აგერ ხელი მოაწერა ასოცირებას, თავისუფალ ვაჭრობას, ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ რეალურად ის ამის პარალელურად აშენებდა ტიპიურ რუსულ ძალაუფლების ვერტიკალს. და ეს იყო არჩევანი, რამაც საქართველო გახადა პრაქტიკულად აქცია რუსეთზე დამოკიდებული. არჩევანი, რომელიც გააკეთა ივანიშვილმა საკუთარი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ ევროპული მომავლის ხარჯზე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, დაგემშვიდობებით გიორგი ბადრი